მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. გილოცავთ ყველა დღესასწაულს, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ტელეეთერში ვერ შევხვდით. შეგეძიოთ თითოეული დღესასწაულის მადლი. მირქმა ქონდა უკვე ვიზეიმეთ. მირქმა არის დღესასწაული, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნია. კაცმა, რომელმაც ჩაიხედა ბიბლიაში და ეწერა იქ, რომ ქალწული მიუდგება და შობს ძეს, ეს არ დაიჯერა და დაწერა, რომ დედაკაცი მიუდგება და შობს ძეს. და ის სწორედ ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რადგან შენ ეს არ დაიჯერე, ამიტომ შენ იცოცხლებ იქამდე, სანამ შენი თვალით არ ნახავ განკაცებულ ძე ღვთისას. და ამ კაცმა 375 წელიწადს მიაღწია. იცოცხლა იმდენი ხანი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მართალი იოსები და ჩვილი იესო არ ეწვივნენ ტაძარს. სულიწმინდით შეიგრძნო მან ეს ყოველივე და როგორც კი შეხედა ჩვილს, დაემხო მის წინ და აღმოხდა სიტყვები, რომ თვალთა ჩემთა იხილეს მაცხოვარება შენი, აც განუტევე მეუფეო მშვიდობით მონაიშენი. რა არის იცით ჩემო ძვირფასებო, ეს ბევრი რამის მასწავლებელია ეს დღესასწაული და ესეც უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთ ქალაქში ძალიან დიდი მიწისძვრები ხდებოდა და საშინელი უბედურებები და როდესაც ამის მიზეზის გამორკვევა შეეცადნენ, ერთ-ერთმა მამამ გამოცხადებით ნახა, რომ აუცილებლად უნდა შეეტანათ მირქმა საუფლო დღესასწაულების რიცხვში. როგორც კი ამ დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს, მაშინვე შეწყდა უბედურებები და დღესდღეობით ჩვენ ვიცით, რომ მირქმა მიეკუთვნება საუფლო დღესასწაულთა რიცხვს. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სახარებისეულ საკითხავს. ჩვენ როცა დავიწყეთ წმინდა ნიკოლოზ სერბის მიერ განმარტებული სახარებების თქვენამდე მოწოდება, იქ გავიარეთ 4-ვე სახარება შობაზე, რაც იქნა წაკითხული. მე მახსოვს ასევე გავიარეთ ნათლისღების სახარება, ანუ თანდათანობით მივყვებოდი განვიხილეთ ნათლის მცემელი, რომის თემაზე თუ რამე შეიძლება და გვეთქვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიეწყნა მთელი ის ჩვენი პერიოდი, ვიდრე შობაზე ვსაუბრობდით. და აი ახლა ჩვენ უკვე ვდგევართ დიდ მარხვის საზღვარზე. და ამიტომ გადავწყვიტე, რადგან დიდ მარხვის საზღვარზე ვდგავართ, ჩვენი სახარებები დაიწყება მეზვერის და ფარისევლის განმარტებით. მაშასე სახარება ჭეშმარიტ და ვითომ მლოცველის შესახებ. განმარტების ავტორი წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი, თარგმანი კი ჩემი. სახარება ლუკასი, დასაწყისი 99, თავი მე-18, მუხლები 10-დან 14-ის ჩათვლით. ერთი კაცი ტყეში წავიდა, რათა გარკვეული სარგებელისთვის ამოერჩია ხე თავისთვის. და დაინახა ერთი მეორის სიახლოვეს გვერდზე მდგომი 2, რომელთაგან ერთი გლუვი, ატოტვილი, მაგრამ ფუტურო, ხოლო მეორე ჯანსაღი შიგთავსით, მაგრამ გარეგნულად პირველთან შედარებით უსიამოვნო შესახედაობისა იყო. ამოიოხრა და გაიფიქრა თავისთვის,
რაში მჭირდება მაღალი და გლუვი ხე, თუ ფუტუროა და ამ საქმისთვის არ გამომადგება, ხოლო მეორე, თუმცა შეუხედავია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯანსაღი მაინც არის შინაგანა და თუ კი ცოტათი გავირჯები და ამასალას დავამუშავებ, ფიქრობ, რომ უფრო გამომადგება განზრახულ საქმის მშვიდობით და შინაარსიანად დასრულებაში და სახლისთვის უფრო გამოსადეგარი იქნება. და დიდხანს აღარ უფიქრია, მეორეზე შეაჩერა თავისი არჩევანი. Სუსტად ამგვარადვე ორი ადამიანიდან საკუთარი სახლისთვის იმას კი არ ირჩევს, რომელიც გარეგანად მოსჩანს მართლად, არამედ მას, რომელსაც ღვთისმიერი საღი აზროვნებით გული აქვს სავსე. არ მოსწონს ღმერთს ის ამპარტავანი ადამიანები, რომელთა თვალები მარადის ზეცის მიმართ არის აპყრობილი მაშინ, როცა გული მათი მხოლოდ მიწიერს მიელთვის. არამედ მშვიდი და თავმდაბალი ის ადამიანები უფრო ესათნოება ღმერთს, რომელთა თვალები მარად მიწისკენ არიან დახრილნი, ხოლო გული კი ზეცისკენ ისწრაფვის. კაცთა შემოქმედს ის უფრო სიამოვნებს ადამიანებმა მას ცოდვები ჩამოუთვალოს, ვიდრე თავისი კეთილი საქმეები. რამე თუ ღმერთი ის მკურნალია, რომელიც ნეულის სარეცელისკენ ისწრაფვის და ეკითხება, აბა რა გტკივა? რა გაწუხებს? ბრძენია ის ადამიანი, ვინც მკურნალი ექიმის თანმყოფობით ისარგებლებს და აუწყებს ყველა უძლურებას და სნეულებას. და რამდენად უგუნურია ის ადამიანი, რომელიც დაფარავს საკუთარ სნეულებას და იგივე ექიმის წინაშე ჯამრთელობით მოიწონებს თავს, თითქოს ექიმი ჯამრთელობის გამო მოიხილავდეს ავადმყოფებს და არა სნეულებისთვის. რა თქმა უნდა, რომ ბოროტებაა შესწოდო, გვასწავლის ბრძენი ოქროპირი, მაგრამ აქ შესაძლებელია დახმარება მაშინ, როცა სცოდო და თუ არ აღიარო, უკვე ვეღარ გიშველის ვერაფერი. ამიტომ ნუ ვიქნებით უგუნურნი და როცა ღვთის მიმართ სალოცავად დავდგებით, როგორც შეუდარებელ და ყოვლად მოწყალე იმ მკურნალს წარუდგეთ, რომელიც დიდი მზრუნველობით და სიყვარულით გვეკითხება თითოეულ ჩვენთაგან, აბა მითხარი, რა გაწუხებს? რით შემიძლია რომ დაგეხმარო? დაუყოვნებლივ უჩვენოთ მას საკუთარი სნეულებანი, ჭრილობები და საკუთარი ცოდვები. აი, სწორედ ამას გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მეზვერისა და ფარისევლის იგავში, რომელიც წარმოდგენილია დღევანდელ საკვირაო სახარებისეულ საკითხავში. აქ ნათქვამია, რომ ეს იგავი უფალმა უთხრა მსმენელთაგან იმ კატეგორიას, რომელიც დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლესა და სამართლიანობაში და დანარჩენებს კი ქედმაღლურად უყურებდნენ. და განა შენც არ მიეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისაც უფალმა ამიგავით მიმართა, მაგრამ ამის გამო ნუ შეცვლუნდები. არამედ აღიარე, სენი, შეექცხვეს, შეიკრძალე და შეიკდიმე მისი შენში არსებობისთვის და ყველაზე საუკეთესო და ყოვლად მოწყალე მკურნალის მიერ მოცემული წამალი. ერთ საავადმყოფოში მრავლად იყვნენ დასნეულებული ადამიანები. ერთნი მაღალი ტემპერატურით იწვნენ და მოთმინებით მოელოდნენ ექიმის გამოჩენას, ხოლო ვინც გამოჯამრთელებულად თვლიდნენ საკუთარ თავებს და სეირნობდნენ და არც მკურნალ ექიმის ხილვის სურვილი ჰქონდათ. და აი, ერთხელ ექიმი მობრძანდა და იწყო პალატების შემოვლა. მას ახლდა მეგობარი, რომელიც ავადმყოფებისთვის მოსაკითხებს დაატარებდა. და აი მან დაინახა მაღალ სიცხიანები და შეებრალა ისინი. მათთვის გვაქვს წამლები? კითხა ექიმს. მან კი ყურში ჩასჩურჩულა. წოლარე სიცხიანებისთვის გვაქვს, ხოლო მოსეირნე ჯგუფისთვის კი არა. რადგან ისინი განკურნებელ სენით არიან დასნეულებულები. გარედან არ ჩანს,
თორემ შინაგანად სრულიად გაიხრწნენ. ორი რამ ფრიად გაუკვირდა ექიმის თანხმლებ მეგობარს ადამიანების დასნეულების საიდუმლო და კაცთა ხედვის უნდობლობა. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწის საყოველთაო უზარმაზარ ლაზარეთში ჩვენს ვიმყოფებით სნეულება ყველასთვის ერთი და იგივეა და სახელი მისი გახლავთ უსჯულოება. ეს სიტყვა კი თავის თავში ყველა ვნებას, ბიწიერებას და ცოდვებს აერთიანებს. ერთი სიტყვით ყოველგვარი უძლურება და ჩვენი სულების, გულთა და გონებათა განრღვეულობა. ჩვენთაგან ერთნი ახლა დასნეულდნენ, მეორეც სრულ აპოგეას მიაღწიეს, ხოლო მესამენი ჯანსაღდებიან. მაგრამ შინაგანი კაცის ამ სნეულებათა თვისებები ისეთი გაახლავთ, რომ მხოლოდ ვინც გამოჯანსაღების გზას ადგანან, მათ იციან თუ რა საშინელებანი განიცადეს ადრე მათით შეპყრობილებმა. ამ ავადმყოფობით მძიმე პაციენტები უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად განიცდიან რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან ამჟამად და ხორციელ სნეულებისასაც. მაგალითად, მაღალ სიცხიანობის ჟამს ხომ ვერ აცნობიერებს ვერც საკუთარ თავს და ვერც სავალალო მდგომარეობას და უგუნურსაც ხომ ვერ ათქმევინებ თავის თავზე, რომ ის სულელია. უსჯულოებით პირველ სტადიაში მყოფ სნეულებს რცხვენიათ საკუთარი სნეულებანი, მაგრამ მრავალჯერადად ჩადენილი ერთი და იგივე ცოდვები მალევე შეძინებენ ცოდვიან ჩვეულებებს. ხოლო ისინი კი თავის მხრივ ამ უსჯულოებებით ხიბლავენ და გარკვეულ იმ სიმთვრალეში ამყოფებენ სულს, რომელიც უკვე საკუთარ თავს და ვეღარც ამ სნეულებას ვერ აცნობიერებენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოში ექიმია მოსული და გეკითხება, რა გტკივა? ის სნეულები, რომელთაც სხვენიათ საკუთარი უძლურების და სნეულებისა, ვერ ბედავენ აღიარებას, მაგრამ ეუბნებიან არაფერი. ხოლო ისინი, ვინც მართლა მძიმედ არიან და სნეულებულები, ასეთი შეკითხვა ეწყინებათ და არა მარტო ასე ეტყვია, რომ არაფერიც აქვს ტკივა, არამედ დაიქადებენ კიდეც საკუთარი ჯანმრთელობით და მხოლოდ კურნების პროცედურების მორჩილნი უპასუხებენ ექიმს. ყველაფერი გვტკივა და გვაწუხებს, შეგვიწყალენ და შეგვეწიენ. შენ თუ გაშინებს საკუთარი ცოდვების აღიარება, იხილე ის ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომლის დაშრეტაც მხოლოდ ახსარებას შეუძლია, გვეუბნება ტერტულიანე თავის ნაწარმოებში სინანულისთვის. ასე რომ გაიაზრე ეს ყოველივე, ისმინე ქრისტეს იგავი და თავად განსაჯე, რამდენად არის ის შენს მიმართ ნათქვამი ან და ნაგულისხმები, თუ გაოცებული იტყვი, რომ ეს იგავი მე არ მეხება. მაშინ რა გამოდის? ეს ნიშნავს, რომ შენ სნეულების დასაწყის იმ ეტაპზე იმყოფები, რომელსაც ეწოდება უსჯულოება. თუ გულის წყრომით იტყვი, რომ მე მართალი ვარ და ეს ჩემს ირგვლივ მყოფ ცოდვილებს ეხება, ნიშნავს, რომ შენი სნეულება შუა სტადიაშია. თუ კი სინანულით ჩაიცემ კერჩი ჯიხს და იტყვი, რომ ჭეშმარიტად სნეული ვარ და მჭირდება მკურნალი, ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ხარ და ასეთ შემთხვევაში არ შეგეშინდეს. განიკურნები. აი ეს გახდათ ჩემო ძვირფასებო შესავალი მხოლოდ და მხოლოდ იმ სახარების განმარტებისა, რომლის გაგრძელებასაც შემოგთავაზებთ შემდეგ გადაცემაში. დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრებასაც ვკითხულობთ მაქსიმე აღსარებლის მიხედვით. უფლისმიერი მანუგეშებელი გამოცხადებების შემდეგ გამლოდ, რომ და ყოვლადწმინდა დედას ამჯერად ჰეროდეს შიშლეგის გამო მოუხდა ეგვიპტეში გაქცევა თავის ძესა და ყოველთათვის სანატრელ მეუფესთან ერთად. ისევ გაჭირვება, სიღატაკე, დევნა და შიში იყო მათი თანამგზავრი, რადგან ჰეროდე იმ ყრმის მოკლას ლამობდა, რომლის ხელთაა ყველა სიცოცხლე და რომელიც
დაკარგული ცხრისა და დრახმის საძიებლადაა ჩვენთან მოსული. ეგვიპტეში გაიქცა ის, ვინც ოდესღაც ეგვიპტიდან გამოქცეულ ისრაელიანთა ერი იხსნა და ისე მიუძღოდა მათ ზღვაში, როგორც ხმელეთზე. ის ერი, რომელიც მაშინ უამრავი ბოროტისაგან იხსნა. ახლა მას დევნიდა და მის სულს ეძიებდა. იგი ხილულთა და უხილავთა უფალი და მეუფე, ზეციდან გარდა მოვიდა და აქ უცხო იყო ყველასთვის. და ასე გამუდმებით იცვლიდა ადგილს ყოველთა უფალი თავის კურთხეულ დედასთან ერთად. ასეთი გაჭირვება და წვალება მორჩილებით გადაიტანა უბიწო ქალწულმა ყოვლადწმინდა დედამ, რომელმაც თავის წიაღში იტვირთა ძე და ზეციერი უფალი, რაც ისევე იყო მომასწავებელი წმინდა ქალწულის გამოუთქმელი მოთმინებისა, როგორც მისი ყრმობა და აღზრდა მეტყველებდა მის სიბრძნესა და უბიწო ქალწულებაზე. ვაგრძელებთ ანგელოზის საკითხავებს. ჩვენ ცოდვით დაბადებული ვართ. არსებობის საწყისის მიხედვით ჯოჯოხეთის მოციქულის ძალაუფლების ქვეშ ვართ. იგი გფლობს და ამავ დროს ბოროტების საიდუმლო შხამს გვიწვეთებს სხეულში. ნათლობის საიდუმლომ ჩვენი ცოდვა განწმინდა და ახალი მადლიანი სიცოცხლე მოგვანიჭა, მაგრამ სიკვდილის თესლი მაინც დარჩა ჩვენში. ზოგჯერ სიკეთის ქმნა გვსურს, მაგრამ ჩვენი შემართება სუსტდება და ჩანაფიქრს ვერ ვახორციელებთ. თუ კი კეთილშობილი აზრი კეთილი საქმისაკენ გვიბიძგებს, ბოროტინებამ წამსვე გვაშორებს, ასეთ სურვილთან და ხშირად მას სრულიად შლის გონებიდან. ჭეშმარიტების შეცნობისათვის დაბადებულნი უკეთურებისაგან ვიტანჯებით. ღმრთის სიყვარულისთვის გაჩენილები გულებს ყველაზე ქვენა გრძნობებს უთმობთ. ჩვენი უბედურებების სათავე იმაშია, რომ არ გვინდა შევიცვლოთ საკუთარი უძლურებანი. სიკვდილთან განუწყვეტლივ მტანჯველ ბრძოლაში ვიმყოფებით, მაგრამ თავს ჯანმრთელად თვლით და სულთამტრის ძალაუფლების ქვეშ ვიქცევით. რა უბედურები ვართ. ღვთის ანგელოზს კი სულის მაცხოვნებელი მადლი მოაქვს. ჩვენ სატანის ანგელოზის მიერ მოწოდებულ სასიკვდილო ცოდვას ვირჩევთ. ამდენად დიდია გრძნობიერების ძალაუფლება. ამდენად დამღუპელია ის სიბრმავე, რომელშიც ბოროტისული გვამყოფებს. არ დაივიწყო, რომ ამ ორი ანგელოზიდან ერთ-ერთი, რომელიც სიცოცხლეში მეგზურად ამოირჩიე, სიკვდილის შემდეგაც გაგაცილებს ახალ სამყოფლამდე, გახსოვდეს ეს და ევედრე მფარველ ანგელოზს. მიიღე ჩემი სევდიანი ლოცვა, წმინდაო მფარველო ანგელოზო, ჩემო ერთგულო მცველო, შიში სულში შემომეჭრა, სევდამ სული მოიცვა. რატომ მიგატოვე მე უგუნურმა? რატომ არ მოგმართე განსაცდელში მყოფმა? დემონის ღმრთისგან განდევნილი საშინელი არსების მონა გავხდი. წუთიერი სიამოვნებისთვის სულს მას ვაძლევდი. რატომ უღალატე ღმერთს? ჩემს უბედურებას არაფერი შეედრება, ილოცე ჩემთვის. წმინდაო ანგელოზო, გულმოწყალე ღმერთს, ჩემთვის ცოდვების მიტევება გამოსთხოვე. თქვენ გახსოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ ვკითხულობდით ბერძენი, ამჟამად წმინდა მოწამე ფილოსოფოსის არისტიდის აპოლოგიას, რომელიც წარადგინა იმპერატორ ადრიანეს წინაშე, რაც შეეხებოდა იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი, ვინ არის ცრუ ღმერთი და ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი. ახლა ცალკეულ ღმერთებში დავაკვირდეთ მიმდინარე ისტორიებს, მეფეო. ყველაზე უწინ გამოყვანილია ღმერთი ქრონოსი, რომელსაც მსხვერპლად საკუთარ შვილებს წირავდნენ და ამბობენ, რომ ყავდა ცოლად რეა, ხოლო მისგან ეყოლა მრავალი შვილი, მათ შორის ზევსი. და თავისი მანიაკალური თვისებების გამო შეუჭამია თავისი შვილები. ზევსი გაიქცა, მისგან და ძლივს გადარჩა. მოგვიანებით კი
შეიპყრო მამამისი და დაასაჭურისა და მოკვეთილი ორგანოების ზღვაში ჩაყარა, საიდანაც როგორც მითებში გვიყვებიან, დაიბადა აფროდიტა, ხოლო შეკრული და დატყვევებული ტარტაროსში ჩაამწყვდია. ხედავ მეფეო გზაცდომილებას და უკეთურებას იმისა, რასაც წარმოგვიდგენენ ისინი თავიანთ ღმერთ მთავრებზე? ესე იგი რა გამოდის? ღმერთი შეჰკრეს, მოჰკვეთეს, რა უგუნურება, რომელი ჭკვიანი გეტყვის მსგავს სისულელეს. ეს რაც შეეხება ქრონოს, ახლა კი ვნახოთ ზევსი. მასზე გვიყვებიან, რომ იგი მართავს ღმერთებს და შეუძლია სახეცვლილება, რათა იმრუშოს სხვადასხვა ქალებთან. მაგალითად, გარდაიქმნა თურმე ხარად ევროპასა და პასითიასთან ურთიერთობისთვის, ოქროდ დანაიასთვის, გედად ლიდასთვის, სატირად ანტიონასთან და ელვად სელენასთან. მათგან შეეძინა უამრავი შვილები. ანტიონასგან ზეტი და ამფიონი, სელენასგან დიონისე, ეკლმენასგან ჰერაკლე, ლეტასგან აპოლონი და არტემიდა, დანაიასგან პერსევსი, ლიდასაგან კასტორი, ელენი და პოლიდევკოსი, მნემოსინასგან 9 ასული, მუზებად წოდებულნი, ევროპასგან მინა, რადამანტი და სარპიდონი და ბოლოს თურმე იგი მწყემს განიმედის სიყვარულისთვის არწივად გადაქცეულა. ამიტომაც იყო მეფეო, რომ ადამიანებმა იწყეს ამ ყოველივეს ბაძვა და გახდნენ მრუშები. დედებთან და დებთან სარეცელის თანაზიარნი და მამათ მავლები და მამის მკვლელები, რამე თუ კი მათი ღმერთების მეუფე ამას იქმოდა, მაშინ პატივისცემა მის მიმბაძველობასა და მსგავსებაში იქნებოდა არა? ამიტომაც არის დიდი სისულელე, რასაც ბერძნები გვიყვებიან ზევსის ამბებით, რამე თუ მგონი დამეთანხმებით იმაში, რომ ღმერთი მრუში, მამათ მავალი და მამის მკვლელი არ იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის რომ ის ბოროტზე უფრო საზღარი იქნებოდა. აი ესეთი სულის შემძვრელი სიტყვები, ჩემო ძვირფასებო, ვაგრძელებთ წმინდათა საგალობელს. სამკვიდრებელსთვის საქვეყნად შობს ბერწთაგან და გვახარებს, ვინც სულის ხსნით ქართველ ერსა, წყალობს, ჭაბუკთ, მოხუც ბავშვებს. გვანიჭებდეს კრძალვით რიდით ქრისტეს მხსნელი ჯვარცმის ხსოვნას, გვაფხიზლებდეს საღვთო ქალაქს სამსჭვალთ ჯვარის მადლიც პოვნას. რაც აქამდე ცუდი გქონდა გვწყენია და ერს გვდგენია, ქეთევანის გვიხსნას ლოცვამ გვანახლებდეს ენკენია. წიგნიდან იესო. უხორცო შენი კეთილმსახურნი გზისა გამკვლევად ჩვენთვის იქნესო, მათი სვედრებით ჩვენ სამსახურ ყვენ დიდებულების შენის იესო. ხორცისა ჩემის გულის თქუმათა, ჯვარცუმის მადლი მიცნობიესო, ცხოვნება სულის ჩემის მომმადლენ, მისთვის ჯვარცმულო ქრისტე იესო. წყემსისთვისისა განსჯით განკითხვით, ცხოვარი შენგან სასჯელს იღებსო, საჯულო მკვდართა, ცხოველთა არსთა, უფალო ღმერთო ქრისტე იესო. და ბოლოს ჩვენს გადაცემას დავასრულებთ როგორც ყოველთვის ექსათქმული სახარებით. სადღაც შორს რომ ყავდეს მოძმე, უკაცურში, უყვარულში, მისას ვერას ვგებულობდესევ და დარდი მქონდეს გულში, ვილოცებ და გამოვითხოვ მისთვის მადლს და სითბოს სულში, გამტკიცდეს და გაძლიერდეს უფლის მიერ სასწაულში. დამწუხრებულს მოძმის დარდით დამნამია ორევ თვალი, ვინ მაუწყოს სამყოფელიან და მისი გზა და კვალი, წუხილი და მისთვის ლოცვა სიყვარულის ალის ვალი, რადგან ხატად ღმთისა ქმნილა, კაცი იყოს გინდა ქალი.
დაარცა ჩემსა განმიქარვებ სადუგეშო სიტყვა ძმისა რომ შვიდობით არის იგი ცრემლის ღირსი არც რა სჭირსა უბრუნდება თვის საკერას გამახარებს ობოლს მწირსა რომ დიდება მაღალ შინა იყოს მარად ქრისტე ღვთისა და აი ამის შემდეგ ჩემო ძვირფასებო იწყება უკვე ლექსად თქმული სახარებები უფალმა მოგცეთ მშვიდობა მადლი სიკეთეს სიტკბო და სიხარული სიბრძნისა სიტყვა ალალი თვალი რწმენა იმედი და სიყვარული გმადლობ გლოცავ და მიყვარხარ საქართველო